გამრავლე. ასეც დედამიწაო. ეს კურთხევით გამრავლებულმა ადამიანმა თანდათანობით დაივიწყა შემოქმედი და ცოდვებით გამრავლა. გადმოხედა უფალმა ქვეყანას და თქვა, ერთი ხალხია და ერთი ენა აქვს. და უფალმა აურია მათ ენა და გაფანტა მთელ დედამიწაზე. ასე წარმოიშვა სხვადასხვა ენა და ანბანი. მათ შორისაა ღვთისმკურთხეული ქართველი ენა, ქართული ენა და ანბანი, რომელიც ათასწლეულებს ითვლის. ამიტომაც ჩვენი ვალია დავიცვა და გაუხსნეთ ჩვენს ლამაზდამშვენიერ ანბანს. ანბანი, რომელიც დიდმა მეფემ ფარნავაზმა შეგიჩნა. შეჰე ფარნაუს ქმენერთ მთავრობას, შენ მათ ქართველს წიგნი პირველი, შენ დაუმკვიდრე ერთობა და ერთობისა წესი და ძალით. პირველმა გააერთიანა საქართველო და ქართული ანბანი გამოაცხადა სახელმწიფო დამწერლობა. ეს აბრული ამბავი არ გეღორო წყაბარი, ძველად ქართული ყოფილა, ყველას თავშესაფარი. მაშინ ერთი ჭაბუკი 900 გადახიზნული ჩამოვიდა მცხეთაში. შეჩქართეს და ტანმაღალს ეძახოდნენ ფარნავაზს, მოჰყოლოდა ფარულად ხარზე გამიხარავას. მეფედ დაჯდა ფარნავაზი და ჩვენის მამაც მხედარს და სამეფო განიცდიდა კავკასიდან ზღვისპირამდე. სამეფოში განაცხადა, ჩვენს ანბანს ჭედდა ხარიბი, ჩვენს ანბანს წერდა იბერი, მოგვარქვეს ციხის ალიბი, ნათქვამი წელთა სიბერი. ქვის ხანიდანვე დავიწყეთ თურმე ანბანის წერაქვი, ქვაზე საწერეს საჯრეთელს ხალხმა დაარქვა წერაქვი, რომ არ წავშლოდა წერაქვი. ამას ვაწერდით, მაგრამ მას არკვანზე ვახარ აწერდით და ვაქარგავდით საქარგავს. უწყლდებოდით ძველთაგან მშობლიურ ენას დაკარგვას. უნდა იცოდე ქვის ენა, უნდა იცოდე ხის ენა, უნდა იცოდე ძმის ენა, უნდა იცოდე მტრის ენა. მაგრამ თუ შენ სახს დაკარგავ, გამხვალ ჩამოსილ ნაციხას, რამდენ ენას ასწავლი, თურმე იმდენი კაცი ხარ. ამბობს მეფე ფარნავაზი, ანბანს ქართულს ვეფეროთ, აწდა მალათეს რამაზი, ანბანია ქართველო. ერმა მოსთას რატაზანი ერთ კი ვეღარ შებედა, იქ ანბანი ნახანძრალი ქართველს ესვა მეფედა. ავდგებოდით, ვიობებდით და შეუძლებდით შეუძლებელს და ანბანი ჭკილებებად ვაშკება და სრაულზე. ხან დაშლილა საქართველო კახურ სამცხურ მეგრულად, მაგრამ ისევ საქართველო ქართულ
ვატარებ ჩემს ნებაზეც და დავფრენო მაგრამ დღეგდელი არა ვარ გამიშინ უღარ მათქენ გარტვილმა ხელი გაუშვა გაფრინდა მათი პეპელა და სიტყვის ნიშნად მადლობის თავსებლებო და მეზნელა აი კრავი ასო გერა
ყოველ მოსამზადებელი ჯგუფის. ამბანთან დაკავშირებული ყოველდღიურობა.